მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. Დიახაც თქვენ ალბათ ადევნებდი თვალყურს, რომ ჩვენ პარტია ნაციონალურ მოძრაობამ ხარი გაუჭირეთ შესაბამისი ზომების გატარებას, გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას თავის დროზე, როდესაც ამას კენჭი ეყარა პარლამენტში, რამე თუ თვლიდით, რომ იმ კონკრეტულ მოცემულ პერიოდში ეს იყო ყველაზე გონივრული გამოსავალი, იმედს ვიტყოდ, შუალედური გონივრული გამოსავალი მაინც ამ მძიმე ვითარებიდან. უბრალოდ იქვე და იმის შემდეგაც არაერთხელ ვთქვით, იყო უბრალოდ რა თქმა უნდა ნაკლოვანებები, არ ხდებოდა აღსრულება იმ შეზღუდვების, რაც ფართოდ გავრცელებას ხელს უწყობდა ამ მომაკვდინებელი ვირუსის და მეტიც რიგი ნაბიჯები იქნა სამწუხაროდ დაგვიანებული. ეს რა თქმა უნდა არის კრიტიკა, მაგრამ ჩემთვის აზრით ეს იმდაგვარი კრიტიკაა, რომელიც დახმარების ფორმად შეიძლება და თანამშრომლობის ფორმად შეიძლება განვიხილოთ ხელისუფლების მიმართ. დიახაც დაგვიანებული იყო არაერთი ნაბიჯის გადადგმა, მათ შორის მარნეულის ასე ვთქვათ საკარანტინო ზონაზე გამოცხადება, ხო, ამაზე იყო საუბარი. რას ვიზამთ ახლა ხელისუფლება არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვართ ყველანი ჩვენ, დიახაც და აქ ისინი ჩვენ სხვები და შინაურები და გარეულები აღარ არსებობს, მოცემულობა არის ასეთი, ამიტომაც მთელი ოპოზიციური სპექტრი ვცდილობთ ვიყოთ შეძლების დაგვარად კონსტრუქციულები და ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი ჩვენი წინადადება და რეკომენდაცია და რჩევა არ უნდა იქნეს თქვენს მიერ განხილული, როგორც პოლიტიკური ქიშპობა და პაექრობა. ეს არის მართლაც წრფელი რეკომენდაცია და რჩევა. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში იქიდან ხდება როგორც მინიმუმ ყრუკედელი, ან რბილად რო ვთქვათ, თანაც ძალიან რბილად რო ვთქვათ, არაადეკვატური შეურაცხყოფელი გამოხდომებიც კი მაგალითად, რომელიც მოყვა არაერთ შეთავაზებას ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან. მაგრამ რის თქმა მინდა, იცით ნინო, და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ვერ გავექცევით იმ რეალობას, რა რეალობაში ვცხოვრობთ. სულ უფრო და უფრო მეტი და მეტი ადამიანის ხმა და ხმამაღალი ხმა გვესმის ვკითხულობთ ბევრი და ბევრი ადამიანის დაწერილს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. რა მნიშვნელობა აქვს ვირუსი მომკლავს თუ ვირუსით გამოწვეული შიმშილი? ხომართალია დამეთახობით, ბევრი ადამიანი და ეს ტენდენცია არის მზარდი და ეს ხმა სულ უფრო და უფრო ხმამაღლად ისმის და სულ უფრო და უფრო ხაფი ხდება. დიახ, ეს დღეს ჩვენთან ინტერვიუშიც არაერთმა თქვა ქუჩაში, მაგრამ აი მე მაინტერესებს რამდენად ახლა არის სწორედ ამას საყდურობთ ხელისუფლება რეალურად შესაძლებელი რომ დაიდოს მართლაც და გეგმა როგორ მოხერხდეს ეს ხელისუფლება არ არის იმ პოზიციაში და არც ჩვენ ვართ იმ პოზიციაში რომ საყდურობდეთ ერთმანეთს და ძალიან ცუდი რომ ხელისუფლება პოულობს ძალას საკუთარ თავში, ამას სხვა დროს სხვანაირად შევაფასებდი და სხვა ზეცართავ სახელებსაც მოვიფიქრებდი, ეს არ არის კეთის ინდისიერი საქციელი, არ მინდა უბრალოდ გამოვიყენო ეს ზეცართავ სახელი, რაც ამ ყველაფერს შეესაბამება. რას ქვია საყვედურობს? წფელი გული და რეკომენდაციებით გამოვდივართ, მაგრამ იმიტომ რომ ისევე გეხება ჩვენ ეს კრიზისი, როგორც მათ, როგორც ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს. პირიქით ვამბობთ, რომ ჩვენ ხარი დაუჭირეთ და ხაზს გაუსვავთ, ხარი დაუჭირეთ ყველა ღონისძიების გამკაცრებას. მაგრამ რეალურად ხელისუფლებაში ყოფნა არის ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან დიდი ტვირთი იქნება ყველა მომდევნო ხელისუფლებისთვისაც. ეს არ არის პრივილეგია, ეს არის ვალდებულება, ეს არ არის მხოლოდ უფლება კონდეს რაღაცის თქმისგან გაკეთების. ეს არის მოვალეობა. და გასაგებია რომ ვებძვით ისე როგორც ვებძვით და მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ჩვენ მათ, ანუ ებძვიან ხელისუფლება, მაგრამ ამავე დროს მარტო პანდემიის გავრცელების აღმოფხვრა და შეკავება ხო არ არის ხელისუფლების საქმე. სად არის ეკონომიკური გუნდი? თითქოს არ არსებობს ეკონომიკური გუნდი და ჩემის აზრით ძალიან საინტერესო მონაცემები მინდა თქვენ მაყურებლებს გავაცნო, რომელსაც დღეს გავეცანი და მოვემზადე თქვენი ეთერისთვის. 14 სახელმწიფოში
ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სოციოლოგიური კომპანიის მიერ გამოკვლევა 14 სახელმწიფოში, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებში, როგორიც არის გერმანია, ესპანეთი, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ, სადაც ბძვინვარებს ბევრ მათგანში ეს კრიზისი და ეპიდემია. აი მაგალითისთვის ავიღოთ ერთი სახელმწიფო, იტალიის მოქალაქეები. 19-დან 21 მარტის ჩათვლით ჩატარდა გამოკითხვა და რა თქმა უნდა ჩატარდა ეს სატელეფონო გამოკითხვის წესით და იტალიის მოსახლეობის 62% ამბობს, რომ კორონავირუსი მათთვის უფრო მაღალი რისკის ასე ვთქვათ მატარებელი არის ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, ვიდრე ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ანუ ქვეყანაში სადაც 100,000 ინფიცირებულია კორონავირუსით. ქვეყანაში სადაც 12,000 ადამიანი სამწუხაროდ ემსხვერპლა ამ მომაკვდინებელ ვირუსს და მხოლოდ აი გუშინ 4,500 ახალი ინფიცირებულის შემთხვევა დაფიქსირდა. აი ამ ქვეყნის მოსახლეობა, სადაც უბრალოდ ჭირისუფალი გასვენება და პანაშვიდი არ აქვს და სახელმწიფო მარხავს საკუთარ ოჯახის წევრებს. ამ ქვეყნის მოსახლეობის 62% ამბობს, რომ ახლა მათ უფრო ეშინიათ უმუშევრად დარჩენის, შესაბამისად ულუპაპუროდ დარჩენის, განკარგვადი შემოსავლის მთლიანად დაკარგვის და ბიზნესის ჩამონგრევის. წარმოვიდგინეთ, ეს ხდება იტალიაში და მინდა ასევე გითხრათ, ერთი კვირით ადრე ჩატარდა ასევე ანალოგიური კომპანიის მიერ კვლევა ასევე 14 სახელმწიფოში, მათ შორის იტალიაში 12 და 14 მარტს და იტალიელების 30% ამბობდა, რომ მეშინია ეკონომიკის ჩამონგრევის, მხოლოდ 30% და ერთი კვირის თავზე უკვე ამბობს 62% და რის თქმა მინდა და საით მივდივარ. როგორც ჩანს, ამის ახლა მტკიცებით ფორმაში მე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ შემიძლია ერთად გავაკეთოთ ანალიზი, როგორც ჩანს, იტალიის მოსახლეობა შეეგუა იმ ძალიან მძიმე ვითარებას და სურათს, რომელიც იხატება მათ სახელმწიფოში, საკმაოდ ტრაგიკული და ჩანს, რომ ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი ამ ვირუსის დამარცხების, შესაბამისად მათ უკეთესი წარმოდგენა შეიქმნეს ნინო აი ეკონომიკის რღვევის მასშტაბთან დაკავშირებით. და უკვე ნერვიულობენ უფრო მეტად, ვიდრე თუნდაც სიკვდილი. იმიტომ რომ ისინი იტალიაშიც კი, რომელიც არ რა გითხრათ, ეხა თლიანში და პროდუქტი 10-ჯერ მეტია ვიდრე საქართველოსი, ხო? ისინი ხვდებიან რომ კი, მეშინია ვირუსის, როგორ არ მეშინია, მაგრამ მეშინია უფრო რომ არ მოვკვდებ შიერი. რატო ყვები ამ ყველაფერს, იცით? ქვეყანაში სადაც ჩვენთან უბრალოდ არ ვიცი, პრაქტიკულად ყველა თვითდასაქმებული ადამიანი არის დღეს სახლში და ასეთი ყავს 800,000 ნინო. 1,600,000 დასაქმებული ადამიანი ყავს საქართველოს მოქალაქე ჩვენ ქვეყანაში. ამ 1,600,000-დან 300,000 არის მხოლოდ საჯარო მოხელე, ანუ ბიუროკრატია და მათზე დამოკიდებული ადამიანები იგულისხმებიან სიკვებში და აიპებში დასაქმებულები. დანარჩენი არის ან კერძო სექტორში 500,000 და თვითდასაქმებული 800,000. დღეს ხო ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ და ვინც უმუშევარი იყო, მაშინაც კი, ანუ ერთი თვითი გასაგები ის დღესაც უმუშევარია, მით უმეტეს. 800,000 თვითდასაქმებული არის სახში გამოკეტილი. და მართლაც ელემენტარული საჩვენებელი ამაა. კი ბატონო, აი ნიკა, რა არის კონკრეტული ჩვენ პრინციპში ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ მინდა კითხოთ. კი ბატონო, აი გამოსავალი და პუნქტობრივად რა შეთავაზება თქვენ მაგალითად. მივდივარ იქამდე. ხო გვაქვს ცოტა დრო, ხო გვაქვს ცოტა. დიახ, მივდივარ იქამდე. ამიტომ ხელისუფლებამ ხმა უნდა ამოიღოს და გვითხრას, უთხრას მოსახლეობას იმ სახელმწიფოში, რომელიც არის სოციალური სახელმწიფო კონსტიტუციით, რომლის ვალდებულება არის ზრუნვა განსაკუთრებით ფორს-მაჟორულ ვითარებაში, რას აკეთებს ამ მოსახლეობისთვის ოდენავ მაინც შემსუბუქებას უმძიმესი ეკონომიკური ვითარების. ბეჯერ არაფერი არ მომისმენია. გასაგებია მე რომ ცეცხლი მიკიდია სახში და ვიწვი ნინო. სახელმწიფო იმის სახელმწიფოა რომ უნდა მოვიდე, რა თქმა უნდა და გადამარჩინოს, ეცადოს, ჩააქროს, ჩვენ სულ დავეხმაროთ, რაც შეგვიძლია მივასხათ წყალი და ვაკეთებთ ხო ამ კერებს ასე თქვა აღმოფხვრას, მაგრამ მე რომ სახლი დამეწვევი და ქუჩაში დავრჩები, მე უსაკაროდ რო ვარ, იმაზეც ხო უნდა იზრუნო. ამიტომ მარტო პანდემიასთან ბრძოლა
ხო არ არის ეკონომიკური გუნდი რასაკეთებს ახლა კომუნალური ვაუჩერების ნუ თუ რაღაცა რაკეტის მეცნიერება არის ეს რთული არის კომუნალური ვაუჩერების დარიგებას რა უნდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დღემდე ან რა უნდა 23 მილიონი ლარი ჭირდება მხოლოდ ყველაზე გაჭირებულ ადამიანებს თუ დაურიგებთ 70000 ადამიანს კომუნალური ვაუჩერები ეს ერთი კი ბატონო, ეს ერთი. კომუნალური ვაუჩერები, საკვები პროდუქტების ვაუჩერები, ხახტო რომ გადავჩეთ. ჩვენ საუბრობთ შემწეობებზე. ბიუჯეტ შეუძლია ამისი აწევა. ნიკა, თქვენ გათვლილი გაქვთ ბიუჯეტს ამისი აწევა შეუძლია. ეს აბსოლუტურად, აი აბსოლუტურად, მე მინდა ეს დავამთავრო ბოლომდე და ის არ დავამშვიდობოთ ერთმანეთს. აბსოლუტურად მისხალ არის, ეს არის როგორ გითხრათ, ზესუმზირა თანხა არის სახელმწიფო ბიუჯეტის მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მდიდარი სახელმწიფო. 23 მილიონი ლარი რა არის? დაუშვათ ან რა იყოს 70000 მოქალაქისთვის კომუნალური ვაუჩერებისთვის, ხო? 77 მილიონი ლარი პროდუქტების ვაუჩერებისთვის, ხო? ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ეს არის 100 მილიონი. საიდან შეიძლება მარტო 100 მილიონი ლარის მოტანა, ხო? იქიდან საიდანაც ფული არასოდეს აღარ დაიხარჯება სანამ კრიზისი ბძვინვარებს სოფლიოში. საზღვარგარეთ მივლინების მუხში აქვთ. ვერც ვერავინ გაფრინდება, ვერც ვერავინ მოფრინდება, ხო? ეს თანხა რისთვისა აქვთ. პლუს უამრავი თანხა ახლა იზოგება, როდესაც ჩვენ დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვართ, ძალიან ბევრი დაწესებულება აღარ მუშაობს. ის თანხა ხო იზოგება. ორ კვირაში ვისაც თანხა აქვს რაიმე დანაზოგი აღარ ექნება. სუპერმარკეტში ძალიან ბევრი ვეღარ ივლის. ამ ქვეყანაში ნინო 95% მოსახლეობისა არანაირი დანაზოგი არ აქვს. მხოლოდ 5%-ს აქვს დანაზოგი 5000 ლარი და ზემოთ. და ეს არის ჩემი მარჩიელობა და თეორიული არგუმენტები. დიახაც, სტატისტიკური მონაცემებია, არსებობს დანაზოგების დაზღვევის სისტემა ქვეყანაში, რომელიც ოპერირებს და იქიდან არის ეს სტატისტიკური მონაცემები მოყვანილი. მხოლოდ 5%-ს აქვს დანაზოგი. წარმოგიდგენიათ? და 5000 ლარი და ზემოთ. ეხლა ვიღაცას ამ 5%-ის ან 6000 აქვს, ვიღაცას 50000 და 6000 ვისაც აქვს, იმასაც დახარჯავს. სხვებმა რა ქნა? თქვენ არიცით რომ ვალის ეკონომიკა მუშაობს ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ყველაზე ფართოდ გავრცელებული არის რაიონებში პროდუქტების ესე ეგრეთ წოდებული სოფლისა და უბნის და ქუჩის მაღაზიები პროდუქტების ისინი ვეღარ გასცემენ მათ აღარ აქვს მათ ასეთი მაღაზიების მეპატრონეებს ფუფუნება რომ ნისიად გასცენ მოქალაქეებზე პროდუქტები ელემენტარული რომ გადარჩნენ იმიტომ რომ მათაც გაუჭირდა წარმოგიდგენიათ რა ხო ვიცით რომ რვეულების კეფოლიანტიანი დახრისქვეს თითქმის ყველა მაღაზიაშია სუპერმარკეტების ქსელური სუპერმარკეტები ვალით და ნისიით ვერასოდეს ვერ ივაჭრებენ ბუნებრივია მაგრამ რა ვქნათ ტრაგიკული მოცემულობა გვაქვს და ქვეყანა ასე ვაჭრობს ამიტომ სოფლებში და რაიონულ დონეებზე ამიტომ ამ ადამიანებს ხელისუფლება რას ეუბნება გასაგებია ბრძოლა პანდემიასთან და ისიც გასაგები არის მე მგონი უკვე ყველასათვის რაც მე მონაცემების სახით მოვიტანე იტალიაში სადაც საშუალოდ 500 ადამიანი გვხვდებათ ის განმავლობაში უფრო მეტად ნერვიულობენ ოჯახურად ასე უნდა დავასრულოთ ჩვენ სამწუხაროდ ლიმიტირებული ვართ საინტერესო მონაცემები ამიტომ რატო იცით აი ხო ამბობენ ხშირად ხო ამბობენ რომ აი პოლიტიკური ქულების დაწერაზე საუბრობენ რომელიც პოლიტიკური ქულების დაწერის ასე თქვა თქმის შესაძლებლობა ისე რგულად ამბობ უნდა გქონდეს ახლა ხელისუფლებას ხახნო პირიქით უნდა თანამშრომლობდეთ მაგრამ ზურგი აქვს შემოქცეული პოლიტიკური ქულის დაწერა კი არა პოლიტიკური ქულების გამოქვითა ხდებოდა თუ ხდებოდა მათ შორის მე როდესაც გახარიეს და თავრობას ხარდაჭერა აღვფირო იყავით პრინციპულები ყველა კონფესიის მიმართ და შეკრებები შეიზღუდოს ყველგან ვინაიდან მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება ეს პოლიტიკური ქულების მომტანი იყო ჩემთვის პირიქით დაკვეთის პოპულარულია დღეს ან იყო გუშინ ან იქნება ხვალ თქვა და მოუწოდო გახარიეს რომ ნუ გეშინია იყავი პრინციპული ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის მიმართ ჩვენ ზუგში დანაც არ ჩაგატყმდა შეზღუდე ყველანაირი რელიგიური შეკრებებიც იყო რა თქმა უნდა არ იყო ხო ამიტომ მithum რატომ მოვიყვანეს მაგალითად როგორ უნდა საუბრობდე ამაზე ხო ხედავ რომ შეშინებულია ხელისუფლება აქეთ ოპოზიციის ეშინია იქით გავლენიანი ინსტიტუტის ეშინია ისიც ხო ვერავინ ვერ ახსნა 9 საათიდან შემონინო 21 საათიდან დილის 6 საათამდე რატომ დააწესეს კომენდანტის საათი ერთი დღისთვის დააწესეს და უნდა დაიტანჯოს 100,000 საქართველოს მოქალაქე თქვენ ამბობთ რომ ეს არგომის ღამისთვის გაკეთდა რა თქმა უნდა წინ ვამბობ რასია ვამბობ ასე არის ასე იმიტომ არ იყო გამბედაობა ხელისუფლებას არ იყო გამბედაობა და აბა ეხლა საღამოს 9 საათია დილის 6 საათამდე გინ თბილისში გინ გორში გინ ქუთაისში გინ ბათუმში
საათხედავთ ანუ თქვენ რას ამბობთ, რომ ინსტიტუციას, ეკლესიას ხელისუფლება ვერ უბედავს პირდაპირ იმის თქმას, რომ უნდა დაემორჩილოს იმ წესრიგს, რაც სახელმწიფო რასაც მიყვება და ამის გამო ღამის კარანტინი უფრო სწორად კომენდანტის საათი ამის გამო შემოიღო, რომ ლიტურგიას აღდგომო არ შესრულდეს, უпроსტოდ შეზღუდული იყოს. ასე გამოდის? როგორც საპატრიარქო დიახაც ძალიან ბევრი ადამიანი საპატრიარქოში სასულიერო პირი ამას ხდება, რასაც მე ვსაუბრობ და ნაწილი მათგანი ხმამაღას საუბრობს, ხო? დიახ. მაგრამ მათი ერთ-ერთი ეპისკოპოსი ერთი კვირის წინ გამოვიდა და რომელიც ამერიკაში მსახურობს, ხო? მეუფე საბა და მან თქვა, რომ შევწყვიტეო ღვთისმსახურება მრევლის თანდასწრებითო, ხო? ის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ასე თქვა სასულიერო პირიც ხომ არის. აქაც ხდებიან უბრალოდ მათ თავისი ინტერესები აქვს და თვლიან რომ ეს ხმამაღლა არ უნდა გააკეთონ მიუხედავად იმისა რომ ფიქრობენ ხელისუფლებას მათი ეშინია და ვინ ზარალდება ხალხო ჩვეულებრივი ხალხი ზარალდება და მერტმა დაგვიფაროს ნინო რომ აქ პანდემია აფეთქეს უბრალოდ არ იქნება ელემენტარული შესაძლებლობაც კი რომ ექიმთან მიაღწიოს ადამიანმა ვერ გაუძლებს ჰოსპიტალური სისტემა ვერანაირად ვერ გაუძლებს ჰოსპიტალური სისტემა ამიტომ ხელისუფლება უნდა იყოს გამბედავი და რა გააკეთა 20 დღით ადრე რეალურად კომენდანტის საათი გამოაცხადა იმიტომ რომ უბრალოდ არ არის გამბედავი და ხალხი ჩააგდო უდიდეს და უმძიმეს მდგომარეობაში აი ეს არის უპასუხისგებლობა ხელისუფლების ხელისუფლებაში ყოფნა არის პასუხისგებლობა და ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც უნდა იტვირთო შენ თავზე. აბა როგორ გნებავთ, ხო? და აიღეთ და დავასრულოთ თუ შეიძლება მაგალითი სხვა სახელმწიფო თუ შეიძლება დავასრულოთ უკვე აღარ გვაქვს დრო ნიკა, აი მოკლედ რეზიუმე ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. მოკლედ ვერ ვიტყვი ამას, მოკლედ ერთი სიტყვით კარგად გავიაზროთ რომ ორი მიმართულებით აქვს ხელისუფლებას სამუშაო. ორივე მიმართულებით ოპოზიცია ხელს უწყობს. ერთი ეს არის პანდემიის რაც შეიძლება აღმოფხვრა და მათ ხელისუფლებას გადადგმულ ნაბიჯებს ხარს უჭერთ, მაგრამ რა თქმა უნდა მიუთითებთ რომ ეს ესე უნდა გაკეთდეს და ეს ასე უნდა გაკეთდეს და მეორე მიმართულება ეს არის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება, რომელიც არ უნდა იყოს ზუგშევსეული და უგულებელყოფილი. რაც დღეს ნამდვილად არის და 2-3 კვირაში აქ იქნება ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ და ხალხი დარჩება ელემენტარულად პურის გარეშე და სანამ მართლაც რაიმე სოციალური აფეთქება მომხდარა, უნდა ხმა ამოიღოს ეკონომიკურმა გუნდმაც და იმ ადამიანმაც, ვისაც ეს ძალუც ყველაზე მეტად, მაგრამ რატომღაც ხმას არ იღებს და გვეუბნებიან, რომ დიდ ყურადღებას ხარჯავს თურმე მოსახლეობაზე, ყურადღებას თურმე ხარჯავს. მადლობა ნიკა მელიას ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, რომ